საქართველოში ყოველწლიურად 840 ბავშვი ქრონიკულად უკურნებელი სენით ავადდება. ქვეყანაში ჯერ არ არსებობს ცენტრი, რომელიც მათ სრულად მოემსახურება. ეგრეთ წოდებული შინ ზრუნვის სამსახური მომზადებულ ექიმებთან ერთად თვეში საშუალოდ 25 ბავშვის მოვლას ახერხებს. მათ რიგებს უკვე 10 დღეა 17 წლის ბრიტანელი მოხალისე მაიკლ ტოლჩინსკი შეუერთდა. მალე ის ლონდონში ბრუნდება და ჰოსპისის გასახსნელად საკუთარ ქვეყანაში საქართველოსთვის ფინანსების მოძიებას აპირებს. მარიკა ბაკურაძე შეხვდა მაიკლ ტოლჩინსკის და მის გეგმებს გაეცნო. 9 წლის ლუკა მაღალაშვილს ცერებრალური დამბლა დაბადებიდან განუვითარდა. დაქვეითებული სმენის და მხედველობის გამო ის მხოლოდ სიახლოვით გრძნობს ადამიანების მზრუნველობას. ლუკა ძირითადად დედის და 6 წლის უმცროსი დის მოფერებასაა მიჩვეული. ჩვენს ამი ძალიან მეხმარება. წყალი დაალევინე რო ვეთქვი, გამოვდის წყალს ალევინებს, შეუძლია ცოტა ხანი გააჩეროს კიდევაც თუტილის. ან მოეფეროს გორძე მომიმჭირდეს, ამისთვის ეს საკმარისია გორძე ვაყავს და ამშვიდებს. ხელის შეხება და კონტაქტური თერაპია მისთვის უმნიშვნელოვანესია. ლუკა ახლა ხვდება, რომ ეს არც ექთანია და არც ოჯახის წევრი. ეს 17 წლის მაიკლია. მოხალისე, რომელიც მასზე და მის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა. საქართველოში პირველად 2 წლის წინ ჩამოვედი არდადეგებზე. მაშინ შევხვდი შინ ზრუნვის წარმომადგენლებს. ამ ხალხის საქმიანობამ, სიკეთემ და სითბომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მაშინვე მივხვდი საქართველო იყო საუკეთესო ადგილი, სადაც უნდა ჩამოვსულიყავი. ლონდონში ახლა არდადეგებია. სწავლისგან თავისუფალი დრო მაიკლ ტოლჩინსკიმ მოხალისეობას დაუთმო. ოჯახში გამოძახებულ ექთნებთან ერთად ბავშვებს რამდენჯერმე მოუარა. ძირითად დროს კი შინ ზრუნვის ოფისში ატარებს. თავიდან გავაფრთხილეთ, რომ ეს იქნებოდა ცოტა ემოციური, ამ ბავშვებთან შეხვედრა, მაგრამ იგი უკვე რომ მოვიდა, იყო ამისთვის მზად. პალიატიური მკურნალობა საქართველოში შედარებით ახალი დანერგილია. არადა ყოველწლიურად ქრონიკული უკურნებელი სენით დაავადებული დაახლოებით 840 ბავშვი საჭიროებს მზრუნველობას. შინ ზრუნვის სამსახური კი თვეში მხოლოდ 25 ბავშვის დახმარებას ახერხებს. 10 დღე გავატარე აქ. მთავარი რაც გავაკეთე ის არის, რომ მივეხმარე ჩემს კოლეგებს პარტნიორების დონორი ორგანიზაციების მოძიებაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვთა ჰოსპისი აშენდეს. მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია. თითოეული ოთახის მოწყობა 18,000 ევრომდე ჯდება. თუმცა ეს იქნება პირველი სახლი, სადაც 18 წლამდე ბავშვებს გარდაცვალებამდე საუკეთესო პირობებს შეუქმნიან. სამზარეულო სასადილო, ექთნების ოთახი, მედიკამენტების საწყობი, დღის ზრუნვის ოთახი, პალატები და ასე შემდეგ. ეს არის კონკრეტული გეგმა, თუ როგორი იქნება ბავშვთა ჰოსპისი. საქართველოში ნომერი 1 ზღაპრული ტიპის საცხოვრებელი სახლი. ამ სამსართულიან შენობაში მოეწყობა 24 საათიანი პალატები, მშობელთა ოთახები, ყველა სახის სამედიცინო აღჭურვილობა და გარემო, რომელიც ტკივილებს და გაუსაძლის მდგომარეობას შეუმსუბუქებს ბავშვებს, რომლებსაც ისედაც ცოტა ხნის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი.